მოგესალმებით, ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერება, დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა, რა მიდის, რა მოდის, ხო? პერიოდი ავიღოთ ჩვენ ერთი თვე. ნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ, რომ იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი გაშლა და მე ვკითხოთ ტაროს, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და რა მოდის, ხო? ეხლა ვისთვის იქნება ეს გაშლა? ვისთვის იქნება ეს გაშლა? Ну, აქ შეიძლება როგორი მომენტი არის, იცით, თქვენ რაღაც იღებთ როგორ ენერგიაში, აი თითქოს ახალი ენერგიაში მოდის თქვენში, უნდა იგრძნოთ ეს, იმიტომ რომ თითქოს რაღაც ძალა მოიკრიბეთ რაში, გეტყვით. შეიძლება ელოდებოდეთ ვიღაც ადამიანს, რომელიც ეს ადამიანი არ მოდიოდა, მაგრამ თქვენ როგორ იცით, აი მოერიეთ, მოდით ასე ვთქვათ, მოერიეთ ამ სიტუაციას რა. ანუ ხართ ენერგიაში თვით სიყვარულის, ასე მგონია რა. თვით სიყვარულის. კი, მოერიეთ, თქვენ მოერიეთ რაღაც, შეიძლება რამე ზოგი რაღაც პრაქტიკები გააკეთეთ, თქვენ თავზე იმუშავეთ, შეიძლება მედიტაციები ჩაატარეთ ვინმე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენი თავი აიყვანეთ ხელში, იმიტომ რომ გქონდათ რაღაცა აქ პრობლემა, როცა თქვენ მოლოდინში იყავით, მაგრამ ადამიანი არ მოქმედებდა. კი, შეიძლება იყო რამე მცდელობა ამ ადამიანს, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანა. აქ შეიძლება როგორი მომენტი ის მოიწურა პიალა რა იმისი, აი მოლოდინის თქვა და მოერიეთ თქვენს თავს და უკვე ანუ ხელში გააყვანილი თქვენი თავი, ასე რომ თქვათ და ნამდვილად უკვე როგორ ხართ, იცით? აი თითქოს შეიძლება ზოგი ვაფშე ახალსაც ელოდება, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ აქ აჩვენებენ რომ ელოდებოდეთ თქვენ მართლა ვიღაცას, მაგრამ ეს ვიღაცა არ გამოჩნდა. და აი თითქოს როგორ ახართ, იცით რომ არა მორჩე დავამთავრე მე ეს ყველაფერი, მე ცხოვრებას ვაგრძელებ, მე ვაკეთებ არჩევანს, მე ვირჩევ ჩემს თავს, მე აი ნუ ხო აიყვანეთ ხელში, ასე რომ ვთქვათ, თქვენი თავი. აქ აი ესეთი მომენტი არის, იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, შეიძლება ზოგი მართლა უკვე ელოდება სხვა პარტნიორსაც რა, იმიტომ რომ იმას ვისაც გქონდა თქვენ რამე იმედი რომ თქვათ ახლა ოჯახი გვექნება, კარგად ვიქნებით, ხო? თქვენ რაღაც თვითონ შეიძლება გრძნობთ რომ რაღაცა ეს ადამიანი როგორ არის, იცით, აი ვერ აკეთებს იმ ნაბიჯს, ან რაღაცა შეიძლება რაღაც მიზერულად მოიქცა, ну გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ აი სრულყოფილად არა, თქვათ, რაღაცა აი ბოლომდე შეიძლება კიდე აქ იყოს მომენტი, რომ თქვათ, არ გაერკვა ამასთან სიტუაცია, იმიტომ რომ ნუ აქ როგორი სიტუაცია ის, ნუ ვერ თან ურთიერთობა სხვათა შორის არ გქონდათ, თქვენ გეგონათ რომ და ნუ ფიქრობდით რომ რაღაცა სერიოზული მინდა ამ ადამიანთან, მაგრამ აი დამთავრდა შეიძლება რამე კარგი შეხვედრით, ან შეხვედრებით და პრინციპში აი ეს იყო როგორი მომენტია, იცით? ეს ძიმე იყო თქვენთვის რა, ეს ბევრი რაღაცა, ბევრი პასუხისმგებლობა შეიძლება თქვენ იღებდით ამ ურთიერთობაში რა, სურვილიც, ნუ ვერ იმასაკნა ადამიანი, რაღაცა აქ არის დიდი პაუზა თქვენ შორის რა, ადამიანი არ მოქმედებს, არ გააკეთა, არ გაჩვენეთ თქვენ ის რომ დაუშვათ თქვენ ხართ მისთვის ღირსეული, ხალი მისი ხალი, ხა ანუ არჩევანი ვერ გააკეთეთ შეიძლება ადამიანმა სწორი. Ну, ვნახოთ ახლა ჩვენ რა მიდის, თუ იცანი თქვენი სიგნიფიკაცია, რაღაც ესეთი ენერგია კი არის, აი თითქოს რაღაც პოზიტიური ენერგიით ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ აი თქვათ აივსოთ რა, იმიტომ რომ აქ დიდი ხნის მოლოდინები გქონდათ ეთყობა. Ну, კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. მოდით აი ეს რამდენიმე, ეს იქნება ვარიანტი, просто ავიღებ ისე. რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ჯერ ნახოთ პირველი, რა მიდის. Ну, რა მიდის და თქვენი რაღაცა ოცნებები, თქვენი ფიქრები, თქვენ რაღაცა შეიძლება აი ბევრს ფიქრობდით, შეიძლება სიზმრებს ხედავდით, რაღაც ისეთს, რომ აი შეიძლება რა ქვია, ну, იმედგაცრუება, შეიძლება რაღაცა ისეთ როგორი რასთან დაკავშირებით ხარით. რა მიდის.
ну, აი იცით როგორი მომენტი რა მიდის და თქვენ პრინციპში თუ იყავით რაღაც ისე დაფრინავდეთ და ფიქრობდით რომ კი, აი ეს ადამიანი მოვა, აი ეს ადამიანი ლოდინი მიდის, მოდით ასე რომ ვთქვათ, ლოდინი და როცა აი ძალიან იყავით, თქვათ აი აფორიაქებული სულ მაგაზე ფიქრობდით, სულ აი ნეტა როდის მოვა, ნეტა აი ჩვენი ბედნიერება რაღაც, მაგრამ აი ეს მიდის თქვენიდან, რომ თქვენ უკვე აი ამ ილუზიებში აღარ იქნებით რა. აი ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან რაღაცა მოლოდინის თემა, რომ აი ძალიან თქვათ ახლა ველოდები და აი როდის მოვა და როდის ვიქნებით ჩვენ კარგად და რაღაცა, იმიტომ რომ ნუ აქ ხო გეუბნებით რომ ადამიანმა შეიძლება რაღაცა ქმედება პატარა გააკეთა და всё, მეტი არა და მე დანარჩენი თქვენ მოგეწიათ, ანუ თქვენს თავში ბრძოლა რა, რომ აბა ეს რა არის, აბა ეს რას ნიშნავს, აბა მაშინ რატომ ეს პატარა ნაბიჯი რატომ გააკეთა, აბა რისთვის გააკეთა, ხო? აი ამ ნაბიჯმა შეიძლება მოგცეთ თქვენ რამე ისეთი თქვათ იმედი, რომ თქვათ რაღაცა კიდე იზავს ეს ადამიანი, მაგრამ არ გააკეთა, მაგრამ თქვენ მაინც რაღაც პერიოდი შეიძლება იჯეკეთ ამ ილუზიებში და ფიქრობდით, რომ ეს მთელი თქვენი გონება იყო იქ მიმართული, რომ აი მოვა, აი გამოანათებს, აი კიდე აი თითქოს ეგეთი რაღაცა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. ანუ ეს უკვე ფიქრები მაგ ადამიანის მოსვლაზე მიდის თქვენი თავიდან. მიდის აი ეს მომენტი, როცა თქვენ იჯეკით და მართლა ეს მოლოდინი, всё, აღარ ველოდები, აღარ მჭირდება, აღარ მინდა, უკვე აი ეს ლოდინი. ну ეს კარგია პრინციპში, კი, აი ეს გულის ტკენა. აი თითქოს როგორ ახალ, იცით, აი სრულიად მოლოდინილად მოხდება ის გადაფასება და მიხვდებით რომ მორჩა რა, არ ღირს უკვე არანაირი ის მომენტები, რომ შეიძლება ზოგს ახლა შურისძიება გინდოდა თქვა, აი მე ნახავ შენ რას გიზავ, აი ნახე ესეც მიდის თქვენ უკვე აი თითქოს როგორ არის ეს აი ეს ძველი ყველაფერი გადახარშეთ თქვენ და უშვებთ თქვენი თავიდან რა, ანუ ეს ფიქრები, რომელიც აი თითქოს ხვდებით რა იმას, რომ მე ჩემ თავს ვატყუებ რა, რატო ვატყუებ ჩემ თავს, რომ დაუშვათ რაღაც შეიძლება პერიოდი დამთავრდა ამ ადამიანთან დაუშვათ თქვენი ცხოვრების, ჩვენ ხო ვიცით, რომ პარტნიორი მოდის რაღაცა თქვათ პერიოდისთვის ჩვენ ცხოვრებაში, იმისთვის, რომ ჩვენ უნდა გავიაროთ მასთან რაღაც პერიოდი. ხო და აი აქ იმედგაცრუება, გულის ტკენა, ანუ ის ფიქრები, რომ აი მე რამდენი რამე გავაკეთე მამისთვის და ეს როგორ გააკეთა და ეს როგორ მოიქცა და ეს რატომ ასე გააკეთა, აი ეს ფიქრები მიდის თქვენი ცხოვრებიდან. და აი ნუ ყველა ნეგატიური კარტი თუ რამე შეიძლებოდა ნეგატიური კარტი კი არა, ნეგატიური თქვენი მომენტები მიდის თქვენი ცხოვრებიდან, აქ უეჭველი ადამიანი ამთავრებს ლოდინს, იმიტომ რომ ვერ ხედავს გზას, ანუ მომავალს შეიძლება ვერ ხედავთ, შეიძლება ფიქრობთ იმას, რომ კარები არ იღება, ანუ ეს 78 სარკანი და კარები აღარ იღება, არაფერი მომავალს მე ვერ ხედავ, იმიტომ რომ ქმედებას ვერ ხედავდით და ამიტომ აქ ადამიანი აქ იმიტომ გითხარით, რომ თითქოს ძალას მოიკრიფავ და იტყვით, რომ მორჩა მე აღარ ვაპირებ ჩემი თავის მოტყუებას, ეს არის ყველაფერი აი ბეცმევენდე, ასე რომ ვთქვათ, ხო? ანუ აი ეს ფიქრები და ეს ნერვიულობა დასრულდება თქვენში რა. იმიტომ რომ აი ეს უკვე გადაიღალეთ, გადაიწვით მაგის ლოდინით, გადაიწვით და ამიტომ რომ ვერ დაინახეთ ვერანაირი ქმედება ამ ადამიანის თქვენს ახლა ნუ იმედგაცრუება გქონდათ რა. ნუ ნახოთ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, იგივე სავიღებ ახლა მე სამ კარტს, ნახავთ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ აქ ძალიან როგორ იცით, აი ამ პატარა რაღაც შეიძლება თქვათ, რა ვიცი მე, შეიძლება მესიჯი მიიღეთ, ლაიკი, ნუ რაღაცა შეტყობინება ჩაგაგდოთ, როგორ ცოტა даже ზოგი დეპრესიულ თემაში და ანუ როგორ იცი, აი რაღაც მოლოდინში და აი ეს მიდის თქვენგან, აი ძალიან ისე რომ აი უცბად იტყვით, რომ всё მორჩა რა, აღარ მინდა რა, რა თქმა ახლა ეს უაზრო, იმიტომ რომ თქვენი ენერგია მიდის, გაიგეთ რა ხდება? თქვენ როცა ანუ სიცარიელეში ამ თქვენს ამ ენერგიას უშვებთ, ხო? ეს თქვენში
ენერგიას გართმევს რა, ეს ტყუილი მოლოდინი, ასე თქვა კი, შეიძლება აი აგაფორი აქათ ამ ადამიანმა შეიძლება დაუშვათ თქვენ უკვე დაასრულეთ და უკვე ისე იყავეთ, მაგრამ უცბად ამან რაღაც აგაფორი აქათ, მაგრამ მიხვდეთ რომ ქმედება არაფერი არ არის, დავიღალე. გაიგეთ, აი ეგეთი თემა არის. ნუ ნახოთ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. აი თქვენი ენერგია ბრუნდება. თქვენი ენერგია ბრუნდება, თქვენ მართლა ძალიან კარგადაც იქნებით. აი თითქოს როგორ არის, იცით? აი აქ არის კოშკი. კოშკი რას ნიშნავს? რომ თქვენ ახლა შეიძლება გქონდეთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ თქვენ გეფიქრათ კარგად, რომ რა ანუ ტყვილად რატო უნდა ველოდო, იმიტომ რომ აქ ნახat ენერგიას თითქოს გიკეთავდეთ თქვენ, აი თქვენ ენერგია, ნუ ხო არის ეს მომენტი, როდესაც ჩვენ ენერგიას ვუშვებთ, იქ მერე რაც გვაწუხებს, იქ ვუშვებთ ჩვენ ენერგიას, ხო? ამიტომ თქვენ გქონდათ ზუსტად ეს მომენტი, რომ თქვენ დაუშვათ ახლა ნერვიულობდით იმ ადამიანზე, სულ იქ ენერგია, აი სლიფ ენერგია რა, ანუ თითქოს აქცევდეთ იქეთ ენერგიას და აი თვითონაც იყავი დაცარიელებული და ეს მიდის რა თქვენიდან. და ამიტომ ბრუნდებით თქვენ აი ეს რო წავა თქვენი ცხოვრებიდან, ანუ მოდის შემოდის თქვენში ახალი ენერგიები რა, ანუ კიდე აქ რას მაჩვენებთ? კი, აი როგორ ხართ, იცით? აი ესე იგი მაიმე რა მჭირდა დღეს ღმერთო. ანუ როგორი სიტუაცია, იცით? აი თითქოს შემოდის თქვენში ენერგია, მინდა გავაკეთო რაღაცა, იმიტომ რომ მე უკვე აღარც აი ეს კიდევ მაჩვენებს ტრანსფორმაცია გაიარეთ, თქვენ უკვე მოერიეთ თქვენს თავს და ეს მოლოდინზე დასვით წერტილი, ისე მაგას მაჩვენებენ, კი? და თქვენს თავს ირჩევთ. თქვენს თავს იმპერატრიცა. სხვათა შორის ძალიან დიდი თვითშეფასებაც მოგემატება და შემოდის, ანუ ის მომენტი, რომ თქვენ მე ჩემ თავს ვაფასებ. და ეს სამუშაო სხვათა შორის და ეს თქვენი ქმედება მოგიტან ძალიან დიდ სიუხვეს, იმიტომ რომ იმპერატრიცა ეს ყოველთვის, ანუ მე მიმღები ენერგია, პლუს კიდე ეს რა თქმა უნდა არის სიუხვე, ეს არის ანუ სიმდიდრე, იმიტომ რომ თქვენ დაასრულეთ ეს მოლოდინები და ეს რაღაცები და აქ უკვე თქვენი ენერგია გიბრუნდება და თქვენ ხართ აი საქმეშიც, აი ცხოვრებაშიც, ყველანაირად აი შეგდაჟე შემიძლია თქვა რომ შეიძლება თუ თქვენ შვილებით წავთ დაუშვათ, იმათაც კი არ აქცევდეთ ყურადღებას ისეც როგორც ვთქვათ, ნუ სჭირდებოდეთ, იმიტომ რომ მთელი თქვენი ენერგია მიდიოდა იმ ადამიანის მოლოდინში და ასე შემდეგ. და აქ ამას თქვენ როცა გადახურავთ, ვთქვათ, ამ კრანს, ხო, ამ ენერგიას იქ არ გაუშვებთ, თქვენ ენერგია წავა სხვაგან, თქვენთვის სასარგებლო და ნამდვილად აქ უკვე თქვენი ენერგიები იხსნება. კი, ანუ ესე იგი ზუსტად ეს შიშები, რომელიც იყო თქვენი, შეიძლება როგორი მომენტი იყო, იცით? და აი როგორ არის, იცით? გეშინოდეთ შეიძლება რაღაცის, აი თქვა ბედნიერი ვერ ვიქნები, ან როგორ ვიქნები, მე რო დავუშვათ ახლა ეს სიტუაცია დავასრულო, თქვათ, ხო? ანუ რანაირად ვიქნები, აი ეს შიშე კიდე პლუს მიდის, აქ როგორი მომენტი, იცით? რა მოდის აქა? ანუ გამოდიხართ როგორი ენერგიიდან, როცა თქვენ გქონდათ რაღაცა პრობლემები, როცა შეიძლება ეს პრობლემები ეხებოდათ ფინანსებს, შეიძლება თქვა დაუშვათ ახლა ანუ არ ვიცი როგორ რანაირად გავუმკლავდი, ანუ იყო რაღაცა პერიოდი, ნუ ეს მე არ გამიკვირდება ასეთ მდგომარეობაში, როცა თქვენ სიტყვაზე ფული არანაირად მოვიდოდა, როცა თქვენ მთლიანად ენერგიას უშვებდით იქ თქვენს განცდებში, ხო? ამას თავს ანებებთ და ეგრევე ენერგიები იცვლება, დასრულდება ეს პერიოდი, რა ფინანსური მდგომარეობა ცოტა ისეთი ქონდა და უკვე შიშებში გადავიდა, რომ შეიძლება შეგაშინათ კიდევაც, აი, ვაიმე რა ხდება, ვერ გავიგე ახლა, ანუ ამაზე ვფიქრობ და ეს ფული სად არის ჩემი, ხო? აი, ეგ სიტუაციაც იცვლება, აქ არის ეს რა ქვია, რა შემოდის. სხვათა შორის შეიძლება თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ადამიანი,
რომელიც თანაც თქვენ გექნებათ ნამდვილად აი კარგი დამოკიდებულება, კარგი ურთიერთობა. იმიტომ რომ ნახეთ ამასთან ამ ადამიანზე ფიქრებზე ოი ღმერთ დღეს რა მჭირს ხო არ ვიცით. გამოდიხართ და აქ თქვენ სხვათა შორის ვიღაცასთან შემოვა ძალიან კარგი შემოსავალი. თქვენ თუ დაუშვათ რამეს, შეიძლება დაუშვათ თქვენ სადმე წახვალთ მივლინებაში და იქ გაიცნობთ თქვა ადამიანს. ზოგისთვის კიდე ნახათ, შეიძლება თქვენ მოგივათ შემოთავაზება და თქვენ სამსახურს შეცვლით და ძალიან უფრო კაი სამსახურს თქვა ტიპო იშოვით, ხო? შეიძლება მოვიდეს ვიღაცასთან ვაფშე საერთოდ ადამიანი შემოვიდეს სერიოზული, რომელიც თქვენ დაუშვათ ახლა შემოგთავაზებს ერთად ცხოვრებას. პლუს კიდე ამ სიტუაციას რომ მოერევით ამ ადამიანთან წამოვლენ ახალი კლიენტები და თქვენი ძალიან დიდი ფული მოგივათ რა თქვენ დაუშვათ შორი გზიდან. აი ეს მომენტიც არის რა კიდე. ну ბედნიერება აქ არჩევანს გააკეთებთ თქვენ და აი ზუსტად რა ეს სიტუაცია გაიასნება, ეს სიტუაცია გაერკვევა და ნამდვილად თქვენ გაირჩევთ იმ ბედნიერება შემოდის, ბედნიერება, სიუხვე. აქ ვიღაცასთან შემოდის ძალიან მაგარი სიყვარული. რატო? ნახეთ, როცა თქვენ აი ზიხართ დეპრესიულ ენერგიებში, ხო? მაგ შემთხვევაში თქვენ თითქოს ხრებით რა, როგორც აი ანუ თქვენი ენერგია არ ჩანს. შეიძლება იფიქრებთ, რომ ну რატო ესეთი ლამაზი ვარ, ესეთი კარგი ვარ, ისე მშვენიერი ვარ, მაგრამ გავდევარ არ ჩანს რა. არავინ თითქოს ასე გონიათ, რომ შეგრძნება რომ დადიხარ და ანუ ესე რა ქვია, ვერავინ ვერ გხედავს რა. რატო? იმიტომ რომ შენში ჩაიკეტე, შენს ფიქრებში, შენ ნეგატივში ხარ რა, შენ ნერვიულობაში ხარ და არ ჩანხარ და ეგ სიტუაცია თქვენ რომ ამას მოერევეთ, ხო, რაც ჩვენ ვთქვით, აქ ნამდვილად თქვენ გადაგიყვანთ სხვა ენერგიებში. ანუ თქვენ გამოჩდებით და აქ ნამდვილად ეხლა აი ეს მომენტი იქნება რომ მოიზიდებთ პოზიტიურ სიტუაციებს, ასე რომ ვთქვათ, კი და ნამდვილად აქ სრულიად მოულოდნელად შემოვა ესეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომელიც მოგიტანს სიყვარულს და თქვენი აი თქვა გულის წამალებით იქნება ეს ყველაფერი, ეს სიტუაცია რა, იმიტომ რომ თქვენ აინთებით, შუქი აინთება და ზუსტად იმ ისე გაანათებთ, რომ სრულიად მოულოდნელად მოვა ადამიანი. შეიძლება დაუშვათ თქვენ ახლა უკვე ფიქრობდით რა, ვთქვათ ახლა ეს თუ დიდი ხნის ისტორია, რომ ველოდები ადამიანს, რომელიც ვთქვათ ახლა შემოიტანს ჩემ ცხოვრებაში ბედნიერებს. აი აქ არჩევანი უნდა გააკეთოთ, რომ მე მზად ვარ იმისათვის, რომ მე ნამდვილად შემოუშვო ჩემ ცხოვრებაში ბედნიერება და სრულიად მოულოდნელად გეუბნებათ გამოჩნდება აქ ადამიანი, რომელიც აი ნამდვილად მოიცადეთ, კი, გამოგიყვან თქვენ აი ამ სიტუაციიდან, ამ ადამიანთან შეიძლება ძალიან სასიამოვნო და გრძელი მომავალი იყოს და ამ პლუს კიდე არის როგორი ადამიანი, იცით, თქვენ აქ იმდენი რაღაცები გამოვლილი, შეიძლება დაიმსახურეთ უკვე, ან კაცი, რომელსაც მე ვთხოვდი, შეიძლება თქვენ აი მე მაგალითად ზოგს ვაძლევ ტექნიკას, რომ დაწერეთ ის, რომ ბოდიშით როგორი ადამიანი გსურს, როგორ ხედავ შენ ამ ადამიანთან დამოკიდებულებას და ურთიერთობას, ხო? და აი ეგეთი კაცი ოცნება რო იტყვიან რა, მოდის თქვენ ცხოვრებაში და ზუსტად მაგ კაცის გამოჩნდება თუ არა, თქვენი მარტოობა, თქვენი დარდი, თქვენი ყველაფერი დასრულდება და თითქოს აი გამოვცოცხლდე და ახალი გზა, ახალი რაღაცა, ახალი გელოდებათ. კი, ნუ აქვს იმპერატორი მოდის ადამიანი, ისედაც даже შემიძლია იგით რა ზოგის იქნებათ კანონიერი ურთიერთობა და ეს ადამიანი დაგავიწყებინებს სულ აი ამ სიტუაციას, როცა იმიტომ რომ აქ არასტაბილური პარტნიორი ყავდათ, რომელიც თქვათ ახლა მიდი მოდიო და შეიძლება მხოლოდ მაშინ როცა მას უნდა და გართობა როცა მას უნდა და აქ მაგას რაღაცა თავისი პარული სარგებლობები ქონდა გულში თქვათ, აი ნუ უნდა და თქვენთან დაუშვოთ თქვენი გამოყენება, ასეც რო თქვათ, ნუ თავისთვისაც სასარგებლოდ იყენებდა თქვენს ურთიერთობას, თქვენ ელოდებოდით მაგას, მაგრამ ეს ადამიანი ამ ადამიანს თავისი ქონდა ძრახვები და ამიტომ
ნუ არ იყო ეს სტაბილური რა ეს სიტუაცია თქვენ გინდოდათ ნამდვილად რომ აი სულიერად ესეთი აი რო იტყვიან კარგად ვიყო, ბედნიერად ვიყო რა. ნუ ამ დასრულდა ეს რაღაც სიტუაცია გვაჩვენებენ კარგით. და აბა მოდით კიდე ნახეთ რა გაგეხარდებათ. აი მე ნახეთ ცხრიანი მოდის აქ. თასების ეს უკვე რა თქმა უნდა რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში რა მოდის ხო? ბედნიერება თქვენ ირჩევთ თქვენს თავს. აქ კარგი დროს წარება. აქ ზოგისთვის ახლა მოდის ისეთი შეიძლება ნუ ვიღაცა შეიძლება დაბადების დღეც აქვს, ახლა გილოცავთ. და პლუს კიდე ანუ როგორ არის ისეთ კაი ენერგიებში გადადიხართ, სადაც აი კარგად გრძნობს თავს, თქვენი დაფასება მიდის, იმიტომ რომ თქვენი თავის მოპოვებაც არის, შეიძლება აქ ადამიანების გაცნობა, ვინც თქვენთვის იქნება, აი როგორც თქვათ, ნუ აქ თუ იჯეკით, შეიძლება თქვენ გასვლაც არ გინდოდათ არსადა დაუშვით, იჯეკით თქვენთვის რომ არ მინდა არავის ნახვა არაფერი. აი აქ უკვე იქნება სიტუაცია, რომ სადღაც დაკვატიჟებენ, სადაც თქვენ იქნებით აი ძალიან კარგად რა. თქვენ იქნებით ძალიან კარგად. კი ბატონო, აი შეიძლება კარგი გეკნებათ, თქვათ, აქ სადმე წასვლა სრულიად მოულოდნელად, ეგაც არ გამიკვირთ, სადმე დაკვატიჟებენ შეიძლება რა. ნუ შემოდის მართლა ძალიან კარგი ენერგიები თქვენ ცხოვრებაში. აქ ვინც კიდევაც გეუბნები, ვინც თქვენ წერდეთ თქვენ სურვილებს. აქ აუცილებლად შემოვა თქვენთან აი ეს ასრულება, აუცილებლად აგისრულდებათ ყველანაირად, ყველაფერი შემიძლია და თქვა რაც თქვენ დაწერეთ. ასრულება არის რა. იმიტომ რომ თქვენ აქ კიდე შემოვიდეს აქ კარგით შემოსავალიც გექნებათ თანხების შემოვა, კი ბატონო. და კიდე კარგი რა იქნება. ახალი ადამიანი აი აქ არის რა, ახალი ისტორია დაიწყო. შეიძლება თქვენ როგორ ხართ, იცი, არ გჯეროდათ, არ გინდოდათ, ძველი მინდა, არ მინდა მე ახალის აქ დაუშვათ ახლა შემოშვა, მაგრამ ეს ადამიანი თქვენ სადღაც გითვალთვალებს, ამ ადამიანის გონებაშიც იყავით თქვენ უკვე და ამიტომ რა თქმა უნდა, კი ბატონო, აქ მოდის ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. მოდის ნამდვილად ადამიანი, რომელთანაც თქვენ გექნებათ კარგი ხანძლივი ურთიერთობა, იმიტომ რომ რას მეუბნებით აქ ხო, აი ეს ზუსტად თქვენ დაასრულებთ ამ სიტუაციას ადამიანზე, რომელზეც თქვენ ფიქრობთ, ხო? და რომელმაც თქვენ არ აგირჩიათ, ეს ადამიანი უნდა წავიდეს და თქვენ შემოდის თქვენ ცხოვრებაში სიყვარული, თქვენი აი ბედნიერება, სიუხვე, თვითშეფასება, აი თითქოს აქ დასრულდება თქვენი ყველანაირი ბრძოლა თქვენ თავთან. ნამდვილად დასრულდება, იმიტომ რომ უკვე მორჩა აღარ მინდა. აქ თვითსაგვარეულო ჩაერთობა იმისათვის, რომ თქვენ იყოთ მართლა ბედნიერი, თქვენ იყოთ, ანუ თქვენ დაიმსახურეთ ნამდვილად, ეს რა ქვია, წაიყვანები იმას, რაც თქვენ არ გჭირდება, რაც უკვე всё გაიყინა რა სიტუაცია, всё უკვე ეს ყველაფერი დასრულდება და შემოდის ახალი ენერგიები. ახალი ენერგიები შემოდის. რაღაცა შეტყობინებას კი მიიღებთ თქვენ. ეს საიდან არის ეს ვინა? აქ იცით როგორი სიტუაცია? აქ სიტუაცია რომელიც იყო ჩაკეტილი, გაიხსნება. გაიხსნება, განულდებით და თვის განმავლობაში მართლა ელოდით თქვენ ახალ შეტყობინებას, შეიძლება ინტერნეტში იყოს ადამიანისგან, რომელთანაც თქვენ განიკურნებით და ძალიან კარგად იქნები. გოგოება კი არის რაღაცა პროცენტი, რომ შეიძლება ეს პიროვნებაც გამოჩნდეს, არ გამიკვირდება ნამდვილად რა, დაელოდეთ, ხა შეიძლება ნუ ის აქტუალურია. ეგაც შეიძლება იყოს და მაგრამ და შეიძლება ზოგისთვის იქნება ეს ნახეთ კიდე როგორი, ნუ საჯარო გაშლა, ამიტომ ზოგისთვის ეს ინფორმაციაც მისაღები შეიძლება იყოს. ნუ თქვენ სახში შემოდის სიყვარული, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. რაღაცას მოერიეთ, აქ სიტუაცია ნახეთ, რომელიც იყო დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ვნებაზე, ხო? ის იცვლება
და აქ თითქოს განახლებული იქნება ურთიერთობა, განახლებული იქნება ურთიერთობა და დამთავრდა რაღაცა ეს გულის ტკენები, დამთავრდა ეს ნერვიულობა და სიყვარული შემოდის. სიმძიმეები მიდის, იმიტომ რომ თქვენ მაგას გაუძელით, ნუ აქ ჩქარობს რაღაცა ინფორმაცია, შეიძლება აქ ადამიანმა მოერია რაღაცა ამ უაზრო ჯდომას თქვა სიჩუმეში. ნუ ვისაც მოთმინება გაქვთ და ვისაც გინდა თქვა დაუშვათ კიდე შეიძლება გარის აქ რაღაცა პროცენტი რომ დაუშვათ თქვენ რომ გაუშვათ ეს ზოგჯერ ეგრე ხდება რა, როცა უკვე იტყვი შენ რომ აღარ მინდა მორჩა, დავასრულე აღარ ველოდები რა აზრია რაღაცა და განულდები და გადაერთობე საერთოდ სხვა ენერგიებზე ხო ანუ სხვა საქმეზე იმიტომ გეუბნებით ხოლმე რომ ამ ასეთ პერიოდში როცა პაუზა გაქვთ ხო ან რაღაცა თქვა გაუგებრობა გაქვთ ყოველთვის ეცადეთ მაქსიმალურად რომ გადაერთოთ საქმეზე რა იმ საქმეზე რომელიც თქვენ მოგწონთ ხო რაღაცა ჰობიზე ხო ანუ სხვა რამით დაკავდეთ ნუ ხართ ენერგიაში აი თქვათ მარტო იმ ადამიანზე ფიქრებზე და ფიქრებით და ანუ ეგეთ რაღაც გადაერთეთ და სულ სხვა რაღაცით დაკავდეთ რომ ეს იმიტომ თქვენ როცა ფიქრობთ ხო სულ ადამიანზე ის მე იძაბება თქვენ სიტუაციაც იძაბება ხო და შეერდება ყველაფერი და ჩვენ აქ არ არის მოსული სული იმისთვის რომ ყველაფერი გაჩერდეს აქ არის განვითარება უნდა მოხდებოდეს და ეს სიტუაციები რომელიც ჩვენ გვეძლევა ესეთი მტკივნეული სიტუაციები გვეძლევა იმისათვის რომ ჩვენ გავძლიერდეთ და ჩვენ შევიცვალოთ და ჩვენ გქონდეს წინსვლა განვითარებაში და ჩვენი სულიერ განვითარებაში რა თქმა უნდა პირველ რიგში